დიდუბის რაიონში წყალტუბოს ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები რაიონის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა დაათვალიერეს. წყალტუბოს ქუჩაზე გზის საფარის დაგება მიმდინარეობს, მანამდე ამავე ქუჩაზე თითქმის მთლიანად შეიცვალა წყალსაკანალიზაციო სისტემა. გამგებლის განცხადებით სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდუბეში წლის ბოლომდე დასრულდება. Სანიაღრე სისტემები შესაბამისად ეხლა თქვენ კიდევ ხედავთ რომ ასფალტის საფარი იგება. მსგავსი ტიპი მარტო აი ამ ეზოში 2000 კვადრატულ მეტრზე ხდება ეს სამუშაოები, თუმცა დიდუბის რაიონში წელს 50 ეზოზე მეტის მსგავსი ტიპის რეკონსტრუქცია მოხდება. აქ აღდგა კაპიტალურად სკვერი, მიმდინარეობს პარალელურად ასევე მეორე სკვერის აღდგენის სამუშაოები, რაც ყველაზე მთავარი არის სანიაღრე ქსელი კაპიტალურად მოეწყო, რაც მომავალში გამორიცხავს ამ საგზაო საფარის გაფუჭებას. სულ ნიაღვარი დგებოდა. ნიაღვარი ხალხი ვერ გაივლიდა, ესეთი ცუდი მდგომარეობა იყო. ახლა ჩვენ დამატებით ვთხოვთ ჟოლობის გაკეთებას. როის წყალი ზეიდან რო ასხამს, აქ რო ასფალტი გაკეთდება, ისე ამოითხრება ეს ასფალტი.